მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩუხატაურის სათემო რადიო მისი ხმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი ხორციელდება DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. დღევანდელ გადაცემაში ისევ გავაგრძელებთ საუბარს გრანდალას შესახებ და ჩვენი სტუმრები იქნებიან გრანდალას მასწავლებლები ნათია ბალხამიშვილი და ლევან აბციაური. ნათია, ლევან, მოგესალმებით, უღმესი მადლობა, რომ დაგვიწმეთ დრო და გვეწვიეთ გადაცემაში. მარიამ, მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით, პირიქით დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენით. მოდით პირველ რიგში ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ თქვენ რატომ გადაწყვეტეთ გესწავლებინათ ქართული ენა ეთნიკური უმცირესობებისთვის, კონკრეტულად გრანდალას პლატფორმის საშუალებით და ასევე მოგვიყავით თქვენ შესახებაც. დავიწყებ მე გახლავართ ნათია ბალხამიშვილი, ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი, ქართული როგორც მეორე ენის სერტიფიცირებული პედაგოგი. ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობას რაც შეეხება საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილება მაქვს, მომიწია ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მათთან თანაცხოვრებაც და სწორედ მაშინ დავწმუნდი, რომ ეთნიკური უმცირესობები გახლავთ ის სეგმენტი, რომელთაც განსაკუთრებულად ჭირდებათ ამ მიმართულებით დახმარება. გრანდალა კი იყო შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დამეკავშირებინა მათთვის ჩემი გამოცდილება, გამეზიარებინა ცოდნა გამოცდილება, რაც სასიხარულოა ჩემთვის. რაც შეეხება ჩემ შემთხვევას, პროფესიით არ ვარ მასწავლებელი, იურისტი ვარ და მთელი ცხოვრება მუშაობდი იურიდიულ სფეროში, ოღონდ პარალელურად ჩართული ვიყავი ფორმალურ და არაფორმალურ განათლების პოპულარიზებაში. თუმცა ისე გამოვიდა, რომ მასწავლებლობა და ქართული ენის გაცნობა უცხოელებისთვის და არაქართველებისთვის დავიწყე მას შემდეგ, რაც დავტოვე საქართველო და სასწავლო პროგრამით გავემგზავრე ლატვიაში და მქონდა სხვადასხვა ადამიანებთან შეხება, მათ შორის ადგილობრივებთან და სიმართლე რომ გითხრათ, გამიკვირდა იმდენად კარგად იცნობდნენ საქართველოს და ისე უყვარდათ, რომ რაც ბიძგი მომცა და დამეწყო მათთვის ჩვენი კულტურის გაცნობა. ალბათ ინსპირაცია იყო ის, რომ უნდა ასწავლო ენა კულტურის გაცნობით, ანუ მხოლოდ ენას ვერ ასწავლი ადამიანს, იმიტომ რომ უნდა შეიგრძნოს ეს ყველაფერი. შესაბამისად, დავიწყე საქმიანობა და დაახლოებით 1 წელია, რაც ონლაინ რეჟიმში ვახორციელებ ამას და მოსწავლეები უკვე 7 ქვეყნიდან რაც შეიკრიბა ერთ სივრცეში და საკმაოდ მრავალფეროვნება გამოვიდა, ანუ რთულიც იყო, მარტივიც გარკვეულწილად და ამ პერიოდში გამოჩნდა გრანდალა უკვე ქართულ ბაზარზე და მივხვდი, რომ შემიძლია გავაგრძელო იგივე და უკვე ანუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფმა საქართველოში მყოფ ეთნიკურ უმცირესობებსაც დავეხმარო და მოკლედ ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა გრანდალასთან. ძალიან დიდი მადლობა ნათია, ლევან, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა და მეც მინდა აღვნიშნო, როგორი დიდი დაინტერესება მართლაც საზღვარგარეთ ქართული ენითა და დამწერლობით განსაკუთრებით. მე არ მქონდა საშუალება, რომ ესე ცლად მესწავლებინა ვინმესთვის, მაგრამ დაინტერესება ყოველთვის ძალიან დიდი იყო და ყოველთვის მოსწონდა ჩვენი დამწერლობა. ჩემი ერთ-ერთი კითხვაც ეხებოდა იმას, რაც ლევანმაც აღნიშნა, რომ როდესაც ენას ასწავლი მხოლოდ ენა არ უნდა სწავლო და არ უნდა შემოიფარგლო ხოლო და ამით და კულტურაც უნდა გააცნო და ასე შემდეგ. და მე მაინტერესებდა თქვენ, როდესაც ასწავლით, თქვენს მოსწავლეებს ქართულს რას იმედოვნებთ და რა გსურთ, რომ თქვენი გაკვეთილებიდან წაიღოთ, იმის გარდა, რომ ტექნიკურად დავუშვათ გრამატიკა აითვისოს და ენა ისწავლოს. შეიძლება ვთქვა, მე დავიწყებ. ერთ მაგალითს გავიხსენებ, აი ახლა საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში ვიყავი, როდესაც გაკვეთილს ვატარებდი და აქ ძველი ტრადიცია შემორჩენილი ალილოს დღესასწაული და არის ეს ტრადიცია, როდესაც ოჯახში სტუმრად მიდიან ბავშვები და ნუ ოჯახი უმასპინძდება ტკბილეული და ასე შემდეგ და როდესაც მოვიდნენ ეს ბავშვები ჩემთან სტუმრად, სწორედ მაშინ მქონდა გაკვეთილი და ბოდიშის მოხდით რამდენიმე წუთით დავტოვე გაკვეთილი და ისეთი დიდი დაინტერესება გამოიწვია თუ რას ნიშნავდა ალილო მაგალითად. შემდეგ პარალელი გაავლეს თავიანთ დღესასწაულთან. ასევე ძალიან ხშირად ავლებენ ხოლმე პარალელს, აი კულტურული მიმართულების მაგალითად როგორ გავს ერთმანეთს ქართული აღდგომა და მათი ნოვრუზის დღესასწაული, რომ იქ მაგალითად ჯეჯილი, კვერცხის შეღება თუ ასე შემდეგ იქაც ასეთნაირად ხდება, მე ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან მაქვს ამჯერად შეხება. თუმცა არა მხოლოდ მყავს სომეხი მოსწავლეებიც, მაგრამ აი ამ მიმართულებით და ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ ქართული კულტურის მიმართ და რაც ძალიან მახარებს და ანუ
გარდა იმისა, რომ ქართულ ენას სწავლობენ, მინდა გითხრათ, რომ ზოგადად აი საყოველდღიურო პრობლემატიკასთან დაკავშირებით გვაქვს საუბრები, გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, მაგალითად იმას, თუ როგორ უჭირთ ენის ფლობა, თუ როგორ სჭირდებათ. მაგალითად, მყავს ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც არის ეთნიკურად სომეხი და რუსულ ენოვან მოსწავლებთან მუშაობს, არის მეტყველების თერაპევტი და იმდენად დიდი ჰქონდა мотиваცია, რომ ქართული შეესწავლა და ქართულენოვან ბავშვებთანაც ემუშავა, რომ დამერწმუნეთ მთხოვს გრამატიკის სიღრმისეულ გაზიარებას და აი არ არის ეს მხოლოდ ქართული როგორც მეორე ენის გაკვეთილები, ეს არის პირდაპირ აი სახელმწიფო ენის გაკვეთილები, მინდა გითხრათ, იმდენად ღრმად არის დაინტერესებული, რომ მეც აი გადმოვიღე აკაკი შანიძის გრამატიკა და მივყვებით იმას. უცხოელებთან დაკავშირებით გამოწვევები კიდევ ოდნავ განსხვავებულია, იმიტომ რომ ეს ხალხი ცხოვრობს საქართველოს გარეთ და ქართულ ენასთან არ აქვს დიდი შემხებლობა, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი აქვს და დავწმუნდი ჩემით, საკუთარი გამოცდილებით, რომ 55 წლის ასაკში 6 თვეში შეგიძლია ქართულს დაეუფლო გარკვეულ დონეზე. გარკვეულ პერიოდის განმავლობაში შემდგომ უკვე რაღაც უშვებდნენ ისეთი შესწავლებს, რომელიც ტიპიური იყო უკვე ქართველებისთვის და ეს უკვე ისე მახარებდა, რომ რაღაც უკვე ახლოს ვიყავით რაღაც ჩვენ რაღაც მიზანთან და შემდგომ უკვე სწავლების დასაწყისში ყოველთვის ვეკითხებოდი მიზანს, რა იყო მიზანი. თუმცა ყველასთან ვიწყებდი აი იათი. და ვერ აგიხსენებთ როგორი ბედნიერება იყო, როდესაც ადამიანი ჩამოფრინდებოდა ქუთაისში, ან ჩემი მოსწავლე და სულ რაც აზიარებდა ამ წარწერით, არ მახსოვს ზუსტად რა ადგილას არის, მაგრამ ახლაც მაქვს შენახული და იმართლა ისეთი აი мотиваციის და ემოციის მომტანია, რომ ვერ აგიხსენებთ. შესაბამისად, ანუ ვიწყებთ აქედან და უკვე უშუალოდ თვითონ მოსწავლეები ჯგუფში აზიარებენ თავიანთ შეხედულებებს და იმდენად მიადვილებდა საქმეს, რომ თვითონ უზიარებდნენ ერთმანეთს, აი მაგალითად, როგორ მიხვდნენ, ან როგორ მივიდნენ სწორ დასკვნამდე და შემდგომ უკვე აი ეს რაღაც გუნდური მუშაობის პრინციპით რაღაც მივდიოდით შედეგამდე. და რაც შეეხება გრანდალასთან მიმართებით, უბრალოდ მყავს ახლა 11 წლის ელენე ესპანეთიდან, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩამოვიდეს საქართველოში. შეუძლია მეტყველება, მაგრამ სურს საქართველოზე ბევრად მეტის გაგება და ერთი სული აქვს, როდის ჩამოვა. შესაბამისად, მასთან დავიწყეთ უკვე ანბანის სწავლებით, მაგრამ პარალელურად ვსაუბრობთ საქართველოზე, ზოგადად, კულტურაზე, რეგიონებზე, აი ყველანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და ვფიქრობ, აი ჩემი მიმართულება უფრო განსხვავებულია, იმიტომ რომ მე ვაცნობ კულტურას, გრამატიკას, ენას და შემდგომ ავდივარ უკვე იმ დონეზე, რაც მაგალითად ნათია უკვე მუშაობს, რადგან არის დამწყები და შემდგომ არიან, როდესაც აი სიღრმისეული ცოდნის მიღება უნდათ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი გამოცდილებების გაზიარებისთვის, დიდი ინტერესით გისმენდით და მართლაც არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებთ და არც ისე მარტივს. მე მაინტერესებს თქვენ თავად რა მოგცათ გრანდალასთვის მუშაობა. მაინც ცოტათი კი აღნიშნეთ უკვე ეს ყველაფერი და თქვენ თავად რა უნარები განივითარეთ, ან პიროვნულად როგორ განვითარდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში. კი ბატონო, მოგახსენებთ, გრანდალაში აი როგორც ლევანმაც აღნიშნა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ დასაქმებული. არა მხოლოდ ქართული ენის შესაბამისად, როდესაც არის ხოლმე ჩვენი სამუშაო შეხვედრები, ეგრეთ წოდებული ვორქშოპები, ძალიან ხშირად ხდება აი ასეთი ინფორმაციების გაზიარება, გაცვლა-გამოცვლა. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები ყავს გრანდალას პროექტს, მარიამი და გიულგუნი, რომელიც ასევე გვიზიარებენ ხოლმე ყველა იმ სიახლეს, ყველა იმ გამოცდილებას, რასაც კი წაწყდებიან და სულ უნდათ რომ ჩაგვრთონ, უფრო მეტი გაიგონ ჩვენზე ირგვლივ და აი იმდენად განუსაზღვრელია აი ეს შიდა კულტურა თანამშრომლობის, რომ მართლაც უამრავი რაღაც შეგვწინა და უამრავი კარგი ადამიანი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. კი ბატონო, აი რთული არ დავეთანხმო ნათიას. აი პირველი წინადადებიდან, როდესაც გავიგე გრანდალას შესახებ, მაშინ მივხვდი, რომ ეს არ იყო სამსახური, ეს იყო უფრო სივრცე, ეს იყო ადგილი და შესაძლებლობა, როდესაც ადამიანს სურს, აი თავისი მაქსიმუმი ჩადოს რაღაც კარგი საქმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სულ ონლაინ გვაქვს შეხვედრები, ანუ აი თითოეულ ადამიანთან რაღაც ჭიდრო კავშირი გამაჩნია, იმიტომ რომ ვიცი, რომ ერთ საქმეზე ვემსახურებით, ვეხმარებით ერთმანეთს და სიმართლე რომ გითხრათ, მე თვითონ გავიზარდე გარკვეულწილად, უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს, აი
ბევრად მეტ შესაძლებლობებს გავეცანი თავად, თუნდაც სწავლების პროცესში, ანუ როგორ შეიძლება გავამარტივოთ ეს პროცედურა. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად შეკრული გუნდი ვართ, რომლებიც ანუ ერთ საქმეს ემსახურებით. ნამდვილად მნიშვნელოვანესი არის, როდესაც ისეთ ადგილას ხარ, სადაც ისევე უყვართ ის საქმე, რასაც აკეთებთ, როგორც თქვენ გიყვართ. ასევე ჩემი გამოცდილებითაც დაკავებული ვარ, რომ როდესაც სხვას ასწავლი რაღაცას, იმ პროცესში უფრო თავს იჩენს რაღაცები, რაც თითქოს მარტივი იყო. და გონია რომ მარტივად აუხსნი, მაგრამ ვერ უხსნი და აი მერე უნდა წახვიდე მოიძიო აი ამას როგორ აუხსნი, როგორ გავაკეთე და შენ თვითონაც ძალიან იზრდები ამ პროცესში. აი ნამდვილად. ლევანმა აღნიშნა წეღან რომ როდესაც რაღაცას ვამბობ თან ვუკვირდები, როდესაც რაღაცას ვასწავლი, როდესაც ენას სწავლობდიო, მე ასეთ რაღაცებს არ ვაკი. სიმართლე რომ გითხრათ, საუბრის დროს ყველა სიტყვას ვზომავ, სადმე რამე შეცდომით არ თქვა, იმიტომ რომ აი ასეთ სალაპარაკო ქართული, როდესაც იცოდნენ და თუნდაც აი სოციუმში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ, ძალიან ხშირად არასწორ ფორმებს იმახსოვრებენ ხოლმე და მეც სულ დაძაბული ვარ, რომ რაიმე არასწორად არ ვთქვა, რომ ჩემს გამო მერე რაღაცა შეცდომით არ წარმოთქვან, არ დაიმახსოვრონ არასწორად. იმდენად ვუკვირდებით ყველა სიტყვას, რომ რაღაცნაირად ესე სალიტერატურო სწორი ქართულით იმეტყველონ მათაც. ერთს დავმატებდი, ანუ როდესაც შევიკრიბეთ ამ გრანდალას გუნდი, მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ შეიტანა საკუთარი წვლილი, ანუ არ ყოფილა ისე ვთქვათ დაზეპირებული პროგრამით გავყოლოდით ამ სწავლებას, ანუ შემუშავეთ გარკვეული საერთო მეთოდები, ასე რომ ვთქვათ, და შემდგომ უკვე ყველა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ანუ უკვე თავისებურად უძღვებოდა ამ პროცესს და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი იყო, იმიტომ რომ გარკვეულწილად ანუ ერთ საქმეზე ვსახურებით, მაგრამ საკმაოდ მრავალფეროვნებით გამოურჩევით რომ ასე ვთქვათ. რასაც უსმენ, ნამდვილად ისეთი ჩანსახი და სწორი მიმართულებით მიდის გრანდალას გუნდი და ძალიან მიხარია და სხვას არც მოველოდი არაფერს ამ გუნდისგან. მოდით ახლა ჩვენ ვისაუბროთ უკვე იმაზეც, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, ნუ პასუხი ამაზე ცხადია, მაგრამ მაინც გამოვყოთ ენის მნიშვნელობა და როლი საზოგადოების გავითარების და ასევე ინკლუზიურობის ხელშეწყობის პროცესში. იცით რა, ვინაიდან ეთნიკური უმცირესობები გახავთ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, მათთვის მნიშვნელოვანესია, რომ იცით რა, არის სწავლის მიმართულებით ხომ აქვთ მოტივაცია მოსწავლეებს, თუნდაც თუ სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული, რომ ქართულ უნივერსიტეტებში განაგრძონ სწავლა ქართულ ენაზე. ან მაგალითად, აი აღვნიშნე წეღან, რომ მყავს მე მაგალითად ჩემზე ასაკით დიდი მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებული. ერთ-ერთი ჩემი კოლეგა პედაგოგია, რომელიც სამ სხვადასხვა სკოლაში ასწავლის და კიდევ ნახულობს დროს, რომ ქართული შეისწავლოს. აი ამის გათვალისწინებით და იმით, რომ თუნდაც აი სამომავლო პერსპექტივა ქონდეთ, უნიშნულოვანესია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ენის ფლობა. თუნდაც არ იყოს ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ელემენტარული ენის ფლობის დონე, რომ მათ არ გაუჭirdეთ ინტეგრირება ქართულ საზოგადოებასთან. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს გრანდალა, რომ აი ასე ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ონლაინ კურსები და სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, რომ დარეგისტრირდნენ და მიიღონ ცოდნა. მე რას ვიტყოდი, ენა და სახელმწიფო ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თვითგამოხატვის საშუალებაა პირველი და შემდგომ უკვე ანუ თანამბარ მდგომარეობაში ყოფნა სხვებთან შედარებით. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, საკმაოდ კარგად ვიცი მაგათი ანუ ამ ბარიერების შესახებ, რადგან მე თვითონ გავიზარდე მსგავს გარემოში და ვიცი რამდენად რთულია, რამდენი რამის გადალახვა სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის სკოლებში სწავლება, გვაქვს ორენოვანი სწავლება, მაინც არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ფორმალური სწავლების პარალელურად სჭირდება არაფორმალური და დამატებითი საშუალებები და გრანდალა გახდა ერთ-ერთი ასეთი, რადგან მე მაგალითად არ მეგულება სხვა ან არ ვიცი უბრალოდ ვინც გააკეთებდა ამას, თუმცა ყავდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა დაფინანსების ხარჯზე ახორციელებდა მსგავს საქმიანობას. ძალიან დიდი მადლობა ლევან და ნათია ასეთი გულწრფელი საუბრისთვის პირველ რიგში. მადლობა რომ ასეთ საქმეს აკეთებთ და გისურვებთ წარმატებებს.
ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით, რომ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ჩვენს შესახებ. და ძალიან მიხარია თუ კი რაღაც პატარა მცირედ საქმეს მაინც ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ იმ საქმიანობით, რასაც ვეწევი. ემიგრანტ და ლტოლვილ ბავშვებთან მიწევს გარდა პროექტის მიღმა მუშაობა და ვერ გეტყვით როგორი ამაყიო რაღაცნაირად ახლა ნარცისიზმში გადავივა, მაგრამ იმდენად მაგარია, როდესაც საკუთარ ქვეყანას აცნობ და უყვები აია ვინ დაწერა თუნდაც იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას, რომ რაღაცა საოცრებაა ეს ნამდვილად რა. ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებ და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება და იმდენად ფართო აუდიტორიაზე გავალთ, რომ პედაგოგებიც უფრო და უფრო მეტი დაგვემატება. ძალიან ბევრი ადამიანი ყავს გუნდში, რომლებიც არიან აი მასწავლებლები და მართლა იმდენად დიდი გამოცდილება აქვთ, რომ საწყის ეტაპზე ოდნავ ცოტა დისკომფორტიც ვიგრძენი, რომ მეთქი, ანუ მეც ამ გუნდის წევრი ვარ და ანუ ოღონდ ორნაირი გაგებით, ან დისკომფორტის და სიამაყეც, რომ მსგავს ადამიანებთან მიწევს თანამშრომლობა და რა თქმა უნდა საპასუხისმგებლოა ჩემთვის. რაც შემიძლია გავაკეთო ძალიან კარგად და რასაც მივხვდი ეს არის გავაცნო საკუთარი ქვეყანა, გავაცნო საკუთარი კულტურა და ენა იმ გამოცდილებით, რაც მე მაქვს და იმდენად მიადვილებს ეს, თუნდაც ეს საერთაშორისო გამოცდილებები, რომ რაღაც არის გარკვეული მომენტები, როდესაც მეც ნათიესი არ იყოს და ის სიამაყე კი არა, რაღაც შეიძლება თავში ავარდნის მომენტიც კონდეს, აი მართლა იმდენად მიხარია, შემიძლია ვიჯდე და უბრალოდ აი ვწებებოდე აი ამ მომენტით, რომ აი შევძელით მივახციეთ ამ მიზანს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ძალიან მიხარია რომ გაგიცანით და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და ძალიან ბევრ საამაყო მომენტს. ძალიან ბევრ საამაყო მასწავლეს. მადლობა სუხდით ჩვენს მსმენელსაც, შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი სტუმრებითა და ახალი თემებით. დროებით.